სრულად გადავა. Ამ რეფორმით მთავრობა ჟენევა 06-ის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. 25 აგვისტოს 10 საათზე ანალოგური სიგნალი საქართველოს რამდენიმე რაიონთან ერთად მცხეთა თიანეთშიც გაითიშება. აღნიშნულ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ყაზბეგის შემდეგ თიანეთის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები, ეკონომიკის სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა მოემზადოს მოსახლეობა ამ მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლისთვის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აგეგმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები. თიანეთში მე-15 რაიონი იყო, სადაც ასეთი შეხვედრა გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო შეხვედრა მოსახლეობასთან და მიწოდება ინფორმაციის რეფორმის მნიშვნელობაზე. გავაცანით ის ტექნიკური საშუალებები, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ მიიღოს მოსახლეობა 25 აგვისტოს შემდეგ ციფრული სიგნალი უპრობლემოდ. ეს არის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალება და ხერხი, რაც საჭირო და აუცილებელი იყო, რომ გამოყენებული ყოფილიყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.